მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით წეში, ილინეში. ყველა მიცის ილინეს ნოდიანი, მაგრამ ყველა მარიცის როგორ მოვიდა ნინო ტერესელიძე, როგორ ჩამოვიდა რაჭაში და როგორ გაჩნდა ილინეს იდეა. ეს ამაზე მოგიყვება თვითონ ნინო. ნინო, მოგვიყევი შენს ბავშვობაზე და შენს კავშირზე რაჭასთან. მთელი ჩემი ბავშვობა არის რაჭა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვობას ვატარებდი რაჭაში, დასასვენებლად დავდიოდი, ესე ვთქვათ, არჯედეგებზე ყოველთვის ვიყავი რაჭაში, იყო საგაზაფხულო, საზაფხულო. მოკლედ, როცა კი მქონდა შანსი, რომ რაჭაში ჩამოსულიყავი, იყო ჩემთვის პრიორიტეტი რაჭა და პირველი იყო ყველა სხვა ადგილთან და შედარებით და სულ არჩევანს რა თქმა უნდა ვაკეთებდი პირველ რიგში რაჭაზე. იმდენად მიყვარდა, რომ მინდოდა აქ მესწავლა, გადმოსულიყავი და ეს ოცნება ცოტა დიდობაში, მაგრამ მაინც ავისრულე. და მოკლედ აი როცა ჩამოვიდოდი, აი წასვლის დრო რო ახლოვდებოდა, იწყებოდა ჩემი აი ყველაზე ესეთი დეპრესია, რომ აი არ მინდოდა არასდროს აქედან წასვლა და აი არც ერთი რაოდენობის დასვენება აქ ჩემთვის არ იყო ხოლმე საკმარისი. როგორი იყო მაშინ რაჭა? თუ განსხვავდება აი ხა დღევანდელი ამბროლაური, მაშინდელი ამბროლაურისგან, ამბროლაური წესი? კი, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება. ეხლა ჩემი ბავშვობის რაჭა ეხლანდელისგან, იმიტომ რომ მაშინ არ გქონდა იმდენი რესურსი, რამდენიც ახლა არის. მაგალითად, მაშინ რომ აქეთ საცხოვრებლად წამოსულიყავი, უფრო რთული იყო, თუნდაც რაჭამდე ჩამოსვლა, თუნდაც აქ გადაადგილება. ნუ ძალიან ბევრი რამე, იმიტომ რომ ცოტა სხვა ცხოვრება იყო და ეხლა ბევრად უფრო განვითარებულები ვარ, შესაბამისად რაჭაც განვითარდა ამასობაში და ეხლა ბევრად უფრო მარტივიც არის ახალგაზრდისთვის. მაშინ უბრალოდ რაჭა ძალიან გვიყვარდა, თორე ესე არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდებოდა, არც გართობა იყო რაიმე განსაკუთრებული ვერთობოდით, ისე როგორც უნდა გართობილიყავთ სოფელში ვერთობოდით ბავშვები ერთად, თამაშობდით, თუმცა აი სხვა ისეთ დამატებითი ადგილი რაიმე საინტერესო ჩვენთვის მაშინ არ არსებობდა. ეხლა რა თქმა უნდა უფრო მაგ მხრივ შედარებით უკეთესობა არის და ხო, ეხლა ახალგაზრდისთვის კიდევ ბევრი რაღაც ალბათ გვჭირდება, მაგრამ ეხლანდელი რა თქმა უნდა უფრო ისეთია სახალისოც და უფრო მარტივად საცხოვრებელი გახდა რაჭა. კი ბატონო. ცხოვრების რა ეტაპზე მოვიდა სურვილი, აი ჯერ სურვილი, რომ აი რაღაცა დიდი ქალაქიდან გადმოსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ შენ საყვარელი ადგილი იყო, მაინც ახლა ცხოვრებით აქ არ ქონდა შენად ცხოვრები და აი რა ეტაპი იყო ცხოვრების, როცა ეს სურვილი გაგიჩნდა? მართალი გითხრა სურვილი როდის გამიჩნდა არ მახსოვს, იმდენად ადრე გამიჩნდა ალბათ. იმიტომ რომ ამის სურვილი რაც ჩემი თავი მახსოვს და რაც ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში მინდოდა აქ გადმოსვლა, თუმცა 30 წლამდე ეს ვერ მოვახერხე და როცა მოვახერხე, რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ მთელი ცხოვრების ოცნება ავისრულე ამ გადმოსვლით. მაშინ გადაწყვეტილება როგორ მოვიდა? გადაწყვეტილება მოვიდა ალბათ ისე როგორც ბევრის ცხოვრებაში. პანდემია იყო ჩემთვისაც გადაწყვეტილების მიღების ძალიან ესეთი დიდი წამახალისებელი რამ, იმიტომ რომ ეხლა რაც თბილისში გახსოვთ ჩვენ ისეთი მდგომარეობა იყო უფრო რთული ვიდრე რეგიონებში. მყავდა შვილი ჯერ კიდევ 5 წლის. და გადავწყვიტე, რომ აქეთ უფრო საფრთხო იქნებოდა მისი ყოფნა, იმიტომ რომ აქ ეზო გვექნებოდა, იქ არ მოგვიწევდა ბევრ ადამიანებთან შეხება და ეს პანდემიაში რასაც ვერ იდებოდით პანდემიის დროს ზუსტად იგივე იდეით წამოვედი აქ, რომ აქ მაინც უფრო ეზოსთან უფრო ახლოს იქნებოდა და უფრო გაერთობოდა და მოკლედ უფრო უსაფრთხო იქნებოდა მისთვის.
იმ პერიოდში ბევრისთვის ძალიან ბევრი განმაპირობებელი იყო. ესეთი სავსე რაჭა, მე ანუ სავსე ხა ზაფხულში ყოველთვის არის აღდგომას სავსე, მაგრამ მაშინ იყო მთელი წელი სავსე ზამთარში. კი, მახსოვს ხალხმა დაკეტილი სახლები, სვის სახლებიც გარემონტეს შეცდომით მიდიოდნენ. თავის სახლებს ეძებდნენ, კითხვა-კითხვით მიდიოდნენ სახლებამდე და რა ვიცი, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარიც ძალიან ბევრი იყო მაგის სახით და ძალიან გაგვიადვილდა ერთმანეთთან კომუნიკაციით, ერთმანეთის მხარდაჭერით აქ ყოფნა. რაღაცნაირად ერთმანეთს გაატანინა თითქოს ხალხმა ეგ პერიოდი. იმიტომ რომ მახსოვს რომ საღამოობით კომენდანტამდე, რა კომენდანტის დროს რა თქმა უნდა ვეღარ, კომენდანტამდე სულ ვიყავით ხოლმე ერთად და მე ვიშლებოდით და არ ვიცი, ძალიან ერთმანეთს დავეხმარეთ მაგ ამბავში. გარდა ამისა პანდემიის დროს მივხვდი, რომ შეიძლებოდა მიწაში რაღაც დამეთესო და ის ამოსულიყო რა, ეხა არც მაგის გამოსულა და მე ყვავილებიც კი არ მიყვარდა ისე რომ დამერგა რაღაც და ის ამოსულიყო და მოკლედ ეს ჩემს აღმოჩენა იყო, რომ თურმე შემძლებია რომ რაღაც დავთესო, ის ამოვიდეს, ის გამოვიყენო და ამასობაში ისეთი ბოსტანი გავაშენე, მე თვითონაც გაოგნებული დავდიოდი და ფოტოებს ვიღებდი, რომ მეთქი ამდენი ბოსტანი მე როგორ მოვიყვანე და ეგ კიდე ცალკე ხიბლი იყო აქ ცხოვრები. და ისეთი ბოსტანი გააშენე, რომ მე ამის მიტოვება და უკან წასვლა დაგენანა და დარჩი რაჭაში, ხო? კაი, დარჩი და აი ხა რომ მითხრა რა განსხვავება, ან უბრალოდ როგორია ქალაქში გაზრდილი ადამიანისთვის გადმოსვლა და აქ ამის გადაწყვეტილება, რომ გადმოხვიდე და დაიწყო აქაური ცხოვრება. გადაწყვეტილება ახლა იმდენად უცბად ხო არ მოსულა რა, წამოვედი პანდემიის დროს, უკვე შევეძლო აქაურობას, ვისწავლე აქ ცხოვრება, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მაგის გარდა და ესე ნელა დავჭე, შემომეპარა ეგ ეტაპი რა, რაღაც რთული გადაწყვეტილება არ ყოფილა ჩემთვის. ხო, ესე არ დამჯერხარ და ეხლა გადმოდი გადავწყვეტო. არ გადამიწყვეტია ეგ ამბავი და აი, უფრო რა მაინტერესებს, იცი? რა გამოწვევები ხვდება ადამიანს, რომელსაც აქ არ უცხოვრია. ანუ აქ ეხლა ადაპტირებული, ვინც აქ დაიბადა, აქ გაიზარდა, იმისთვის სხვანაირი აქ ცხოვრება, მაგრამ ვისაც აქ არ უცხოვრია, ანუ განათლება ქალაქურ ცხოვრებას არის მიჩვეული, იმისთვის რა გამოწვევებია და პირიქით, რა პოზიტიური მხარეები აქვს ქალაქელისთვის მე რეგიონში ცხოვრება. აი, ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთ გამოწვევად თუ შეიძლება ჩაითვალოს კლიმატი იყო რა, ანუ მე ახლა ზამთრის რაჭა ფაქტიურად არ ვიცოდი. მანამდე ჩემს ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი ნამყოფი თოვლიან რაჭაში და არა ორჯერ ალბათ, ერთი ძალიან ხმა ბავშვობაში და ძალიან ბუნდოვნად მახსოვდა და მეორე უკვე ცოტა დიდობის პერიოდში და საცხოვრებლად ესე მუდმივ სამყოფელად ცოტა გამიჭირდა მართალი რო გითხრა, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ აი საკმაოდ მკაცრია აქ ზამთარი ახლა. გრძელი და მკაცრი. ძალიან მიჭირს ზამთრის პერიოდი, იმიტომ რომ ესეთია რა, ცოტა დამთრგუნველი არის, მაგრამ რა თქმა უნდა შეუძლებელი არა. ხო და ერთი გამოწვევა ალბათ ეგ იყო. შემდეგ ის იყო რომ ხო, ანუ საქმე არ მქონდა არაფერი. შემდეგი გამოწვევა ეს იყო რომ უკვე ვიხვდი რომ ძალიან ბევრი დრო მქონდა. ეს ხალხიც შემოიცალა, მოზაფხულეები დაბრუნდნენ და საჭიროებაც ბევრი იყო რაჭაში და უკვე გაჩნდა ფიქრი რომ აი რა გავაკეთოთ და რითი შეიძლება რომ დავკავებულიყავით. და გადავწყვიტე რომ ვიფიქრე უფრო სწორად არ გადავწყვიტე, ვიფიქრე რომ იქნებოდა სასტუმროს გაკეთება ძალიან კარგი. ჩემებურად ყველგან ყვები ამის ჩემებური კვლევა მქონდა რა, ჩამოვიარე ყველგან დავჭი რა, ესე დაახლოებით პლუს მინუს ჩემი კონკურენტი ვინც უნდა ყოფილიყო დაახლოებით რა, ის კატეგორიის სასტუმროებში დავჭი, როგორც წარმომედგინა ჩემი სასტუმრო და დავიწყე იმაზე ფიქრობ, აბა აქ რა არის, აქ რა არის, რა მომწონდა, რომელში რა მომწონდა, რომელში რა არ მომწონდა, რა გვაკლდა, რა გქონდა და რა იყო ბევრი, რა იყო ცოტა. მოკლედ ჩემებურად ეს რაღაცები გადავხარშე და ძალიან ისე დარწმუნებული ვიყავი, რომ სასტუმრო უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ სასტუმრო უფრო ბევრი იყო, ასე თუ ისე, მაგრამ არ მქონდა კვების ობიექტები, სადაც ამ სასტუმროში ჩამოსული დამსვენებელი წავიდოდა და რაიმეს რა აჭულს თუნდაც რა, იპოვიდა და დააგემოვნებდა და ამის სერიოზული დეფიციტი იდგა რა, დღესდღეობით ეს დეფიციტიც უკვე ცოტათი შევსებულია. თუმცა კიდევ ძალიან ბევრი არის საჭირო. თან მე თვითონაც როგორც დამსვენებელმა რო შევხედე ჩემს თავს, მივხვდი რომ სასტუმროში შვენიერია ყველაფერი, მაგრამ
უმრავლესობა მათგანს არ ქონდა კვებითი მომსახურეობა რა, იმიტომ რომ ეს იყო დამატებით კადრებთან დაკავშირებული ხარჯებთან, დამატებით პასუხისმგებლობებთან და რა თქმა უნდა უფრო მარტივი არის ახლა ღამე გაათენოს ადამიანმა და გავიდეს, ვიდრე კიდევ იმათ შესთავაზო დამატებითი სერვისები. იმიტომ რომ ხალხი არ არის, ვისაც დაასაქმებ ფიზიკურად რა და მით უმეტეს შემდეგ უკვე გამოცდილი კადრი არ არის და მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემა დგას რა, ვერც გაამტყუნებს, ყველა ვერ გააკეთებს, ვერ აიღებს მართლა პასუხისმგებლობას. და აი რაც შეეხება შემდეგ ჩემს გადაწყვეტილებას, ჩემი სახლი წესში მდებარეობს Z ტრასაზე. ეზოთ შესაბამისად პირდაპირ ცენტრალურ გზაზე არის მოქცეული და რატომღაცა მთელი ცხოვრება მქონდა ეს ფიქრი, რომ აი რაში გამოვიყენო ეს, რომ დასასვენებლად და ესე მუდმივ საცხოვრებლად არც ისეთი მარტივია, რომ მუდმივად დისკომფორტია, მუდმივად ხმაური. კი, არის და ხა როცა მე მიჩვეულები ყავდა თქმესთან დასასვენებლად ჩამოდიოდი, სოფელი იყო და მანქანა რო გაივლიდა, გვიხარო და მანქანა რო გაივლიდა და ეხლა ძალიან ისეთ ადგილას ვცხოვრობ, საკმაოდ მოძრავია. და ეს ნეგატიური ამბავი პოზიტიურად როგორ გადაგვიქცევ. და თავიდან ძალიან სკეპტიკურად მიყურებდა სულ ყველა და მართალი გითხრა პერიოდულად ვითრგუნებოდი რა ამ დამოკიდებულებით. რომ ფიქრობდი რომ მართლა მე ხო არ ვამეტებ რაღაცებს, იქნებ მართლა არ გამომივიდეს, იქნებ მართლა სულელური აზრია. ვერავის ვერ წარმოედგინა რომ მე აქ შეიძლება რაღაც ამეშენებინა ჯერ. და მე იმ რაღაცას ემუშავა. და ყველა გამომვლელი ფაქტიურად მაგას მეუბნებოდა რა, იმიტომ რომ მსგავსი გამოცდილებები ჰქონდათ. მეც ახლა რომ დავფიქრდი რომ ახლა იმან გააკეთა, ვერ ამუშავა, არ იმუშავა, მოკლედ ცოტა არ იყოს შემეშინდა მაგის, მაგრამ მივხვდი რომ უნდა გამერისკა რა, ხა თუ არ რისკავ, ვერც იგებ ის გამოვა თუ არ გამოვა. შემდეგ დავიწყეთ მშენებლობა დეკემბერში. ძალიან ცივ და მკაცრ ზამთარში. მაგრამ ისეთი სასიამოვნო იყო ყველა გატარებული წუთი ჩემს ეზოში და მშენებლობის პროცესში მიღებული მონაწილეობა და ეს ბეტონის მანქანა რომ მოდიოდა და ამ ბეტონებს რომ ვასხავდი და იქ რაღაცა სხვადასხვა სამშენებლო მასალები რომ მომქონდა, მაშინ მაგ დროს გამოცდილება მქონდა სახლის რემონტის და ეგ ძალიან სასიამოვნო პროცედურა იყო ჩემთვის. და ნუ მე უკვე შევეჭირე მშენებლობას და ნუ ეს კიდევ უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა თან რო უკვე ფიქრიც პარალელურად. ბევრი პროფესია შეიძინე, მოკლედ რაჭაში გადმოსვლა ხო მებოსტნეობა, რასაც ადამიანს დასჭირდება და რასაც მოინდომებს, აი არაფერს დასჭირდება არანაირი ცოდნა და გამოცდილება, ყველაფერი შეგვიძლია რომ აი ესე უწყოთ ადგილ დაიწყო და თავარი სულ და უეჭველი გამოდის ხო რა, აი მე ფაქტიურად რაც დამჭირდა და გავაკეთე, გამოვლიდა რა და მგონია რომ ანუ ყველა ადამიანს უბრალოდ მონდომება აკლია შეიძლება ზოგს რა და მგონია თან ის რომ ეს ფსიქოლოგიური მომენტი რომ არ გამომივა, არ ვიცი, არ გამიკეთებია, ანუ არ არსებობს ეგეთი რაღაც. თან პარალელურად ხამშენებლობის დროს ვფიქრობდი თვითონ საქმიანობაზე. უკვე აი ეს უნდა მეკითხა, უკვე იცოდი რა საქმიანობა, ანუ ამ შენობაში რა საქმიანობა უნდა წამოგეწყო თუ აი რაღაცა თავიდან უბრალოდ ვფიქრობდი რომ უნდა ყოფილიყო სარცხობი. აი პატარა ძალიან მცირე კვების ობიექტი. ესე იგი სულ არის 26 კვადრატული და აქედან უნდა ყოფილიყო მისაღები, ანუ სივრცეც ამ დარბაზი წოდებული, უნდა ყოფილიყო სამზარეულოც და თან მეგონა რომ ეს იყო დიდი. და ანუ მეთქი ეს თუ ავითვისა, ესე იგი მაგარია რა, მეტი არ დამჭირდება თქო და ძალიან დამშვიდებული ვიყავი მაგუთხრით, რომ ამ ხელა შენობას ვქონდა და რა არ მეყოფა. ნუ თავიდანვე გავთვალე ის, რომ ტერასული გადახურვით გავაკეთე და ტერასაზეც ისეთი დავაგეთ, რომ საფარი, რომ შემდგომში მინდოდა, აი ოცნება თავიდანვე დავიწყე მე ვფიქრობ, აქ მეთქი ვერანდა უნდა მქონდეს და წარმოდგენილიც რა თქმა უნდა მქონდა. მოვიდა გაზაფხული, ცოტა გამიგვიანდა მოკლედ ეს სამშენებლო პროცესი, რაღაცა ხან ფინანსურად, ხან ის მოკლედ რაღაცეებში გადამივადდა და მოხდა ისე, რომ აგვისტოს შუა რიცხვებამდე ვერ მოვახერხე დასრულება. არა და როგორია სეზონი უკვე გავიდა. თავდება აგვისტოში რაჭა აქვს აგვისტო, ყველაზე აქტიური პიკი, როცა არის დამსვენებელი, რაოდენობა უამრავი და როგორია რომ შენ ამ სეზონს ტოვებ და იწყებ პირდაპირ შემოდგომასთან შეჭიდებას, მე ზამთარი, მე მის გაზაფხული და ეს არის დაუსრულებელი გზა. მაგრამ სტიმული მაინც მომცა რა, რომ ის ერთი წელი შემდეგ სეზონამდე გამეტანა, იმიტომ რომ გავხსნა იმ სადაც 24-25 აგვისტოს, მარიამობა მოგეხსენებათ როგორი დატვირთულიც არის რაჭაში, არ ვიცი რა მოხდა ამ პერიოდში.
თან არ მქონდა კიდევ ისე ბოლომდე რაღაცები დასრულებული და არც გამოცდილება, არც გამოცდილება, ახლა ხო რაღაც მინიმალური და თან რაღაცა სირთულეები, იმიტომ რომ რაღაცები დაუსრულებელია და ამ დროს უზღვავი ხალხი, ანუ მოთხოვნა უზარმაზარი. მეთქი აი როგორ შეიძლება ხა ამას გავუმკლავდეთ, აი არ ვიცი, ხამეც მესიზმრებოდა რომ მოგვიანებით დავუბრუნდი და იმდენად ნერვიულობდი და იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ მაგრამ თან ვფიქრობდი პარალელურად, ანუ ესეთი მოთხოვნა რომ აქვს ეხლა, ესე იგი შემდეგ წელსაც მექნება და ნუ თავარია შემდეგ წლამდე მივაღწიო და მე რაღაცა ძალიან კარგი იქნება და სახელს ვიტყვი ამასობაში. ხო, არა, აი ესე გაიხსნა მოკლედ ილინე რა. ესე მოვიდა ილინე, რომელიც თვითონ ინომაც არ იცოდა, მე რამხელა მნიშვნელობის ობიექტი იქნება, რა ხდებოდა ამბროლაურისთვის და აი მე რატო ილინე, ხო? აი ეს ძალიან საინტერესო ამბავია. ვაშენებდით აქაურობას, წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა ხმეოდა. არ მინდოდა სახელები, ოჯახის წევრების, რაღაცა ინიციალები, რაღაცა, მოკლედ ბანალური არ მინდოდა რო ყოფილიყო რა, ისეთი რომ რაც, რაც აქტიურად როგორც არ ხმევენ, ისეთი არ მინდოდა რო ყოფილიყო, რამე განსხვავებული მინდოდა. დავიწყე ძველ რაღაც ქართული სიტყვებში ეძებნა, იმიტომ რომ იქ რაღაცა გავიგე, რომ იქ საერთოდ ძველი ქართული სახელი რაღაც, მოკლედ იდეაში ეგრე უნდა მე მარტივით წავედი თავით. მოხდა ისე რომ მოთოვა შოუში და არ მოთოვა ამბროლაურში და წავედით თოვლის სანახავად მეგობრებთან ერთად და ეს ჩემმა მეგობარმა ჩაილაპარაკა რა, როცა გლოლაში ვიყავით უკვე რომ ვაიმეო ერთი ჩემს ახლობელსო სახელი უნდაო ბავშვისო, რომ დაარქვასო ილინეო რა და რა ილინე თქო და აი მდინარის სახელი და ხა უამრავჯერ ამილია გლოლის გზა, მაგრამ ანუ არ მქონდა მე პირადად ჩემჩნეული ეს ილინე. რას ლაპარაკობ მე კი რა ლამაზი, იქვე შემიყვარდა და მივხვდი რომ აი ეს ის იყო და აი რაღაც რავი აი დაკარგულ შვილს თუ დედამამიშვილს რო იპოვი, აი ესე ვიყავ მე და ილინე და ну იქვე ვუთხარი რომ всё მე ვართმევ ილინეს თქო რა, იმიტომ რომ გოგოშვილი არ მყავდა ბიჭიშვილი პერსპექტივაში არ მყავდა გოგო. ანუ გადავწყვიტე რომ მეთქი ეს მაინც იქნება ილინე. ჩემი გოგოშვილი შემიყვარდა. და მე მახსოვს რომ ძალიან ბევრი ადამიანს ეგონა რომ ირინე გერქვა და კი, ბევრი მე მომმართავდა როგორც ილინე. ხო და იქვე შექმნა იმან Facebook-ში ჩემმა მეგობარმა და დაარქვა ილინე რომ დაჯავშნა რა ეს ამბავი რა რომ всё ეგრე ქვიაო რა და ნუ უკვე რო სახელიც რო იცი უკვე რაღაცისკენ უკვე სწორად მიდიხარ და უფრო მიდიხარ და მოკლედ ძალიან აქტიური აღმოჩნდა ილინე. შემდეგ ზაფხულიც მოვიდა, მოლოდის რა თქმა უნდა გადააჭარბა ისევ და მოთხოვნა ვერ დავაკმაყოფილე, ალბათ რა ვიცი, დავაკმაყოფილე ალბათ 50% რა, მეტი ვერა მოთხოვნის. მე რა თქმა უნდა უკმაყოფილებაც იყო ხალხის მხრიდან ახლა რომ ხსნი და რა არასრულობიანი არ არის და ამხელა რიგი არის და ნუ აქ საცობები იქმნებოდა, იმიტომ რომ ცოტა ვიხერხულობდი მე ეს ამდენი ხალხი რომ მელოდება როგორია, რომ რაღაცას ესე იგი ეცე მეტი გჭირდება, სივრცე მეტი გჭირდება, ის სამზარეულო რომ ეგონა რომ უზარმაზარი იყო, იქ ორი ღუმელი ვერ დაიდგმებოდა, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი ღუმელი იყო და შესაბამისად მივხვდი ჩემს ძალიან ბევრ შეცდომას რა ამ მშენებლობის პროცესში თუნდაც. მახსოვს პერიოდები რომ ადამიანები ამბროლაურიდან შესვენებაზე ამოდიოდნენ წესში, რომ ეს შესვენებისთვის სამუშაო შესვენების საათებში აქტიურად დადიოდნენ წესში. თუმცა მხოლოდ მე შემეთავაზებინა ხაჭაპური, ლობიანი და რამდენიმე სახეობის სალატს ვამზადებდით, ისიც აი ძალიან მცირე რაოდენობით რა, ანუ 5 სახეობის ალბათ ჯამში, მაგრამ ანუ ეს ძალიან საინტერესო იყო მაინც და ძალიან მოწონებადი იყო. თან ვცდილობდი რომ რაღაცეებში უკვე ნელ-ნელა მე ჩემი თავზე მემუშავა, რაღაცები უფრო მეტი მესწავლა რაჭულ კერძებთან. ხა მე რა შეხება მქონდა ეს ოჯახური დონე. ხო, ის ახშერს ვაკეთებდი. ბებია ჩემო მაგარლობიოს აკეთებდა ლობთან ერთად ხარშავდა და მაგარლობიანს რო აწყობდა თონეში და ეს იყო ჩემი კულინარიასთან შეხება. მეტი გამოცდილება მე არ მქონია. და ავიღე პასუხისმგებლობა, რომ აი სასტუმროებსაც შევთავაზე ჩემი მომსახურეობა და თუ მიუვიდოდათ რაღაც ექსკურსიას, როცა თქვა, აი არასეზონურ პერიოდში რა, როცა უკვე თვითონ სეზონი გადავლილი ჰქონდა, თვითონ უკვე დასვენების პროცესში იყვნენ და აღარ უღირდათ, თქვა, კერძების შეთავაზება, უკვე იქ მე ვერթვებოდი და აი ბევრჯერ ყოფილა, რომ ჩემი, რა თქმა უნდა, ჩემით ვაკეთებდი მაგ საჭმელებს ხა.
პერიოდ თუ ბევრი იყო, რა თქმა უნდა, მყავდა დამხმარე, ჩემ პერსონალის მეხმარებოდა თანამშრომლები, მაგრამ ძირითადად ახლა რა ის ხმერული ლობიო ის მე და ჩემი ვიყავით ერთთან ბავშვი, ჭადებს ვაცხობდის, ალადებს ვაკეთებდი და რომ მივდიოდი ხა მარხანი მარტო ხომ მქონდა და ეს ცხელი შქმერული მუხლებზე რომ ედოხობდე და ისე გავგოდი სასტუმრომდე და ნუ აი ძალიან ეხლა რომ გადავხედა, აი არც ერთი წუთი არ მენანება და კიდევ გავიმეორებდი რა. არ მეზარება. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე მაგ პერიოდში და წავედი იქეთ, რომ ანუ ლოგიკური განვითარება უნდა ყოფილიყო ილინესი, უფრო გაფართოება, ასორტიმენტის გაზრდა და ასე შემდეგ. და ასე მივედით ილინეს განვითარების ლოგიკურ გაგრძელებამდე. გადავწყვიტე, რომ მარტო წესის ნახეთ ძალიან კარგი ადგილია, ცენტრალური გზა არის, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი მაინც არ იყო, თუ არ ყავდა მანქანა, გადაადგილება ახლა ეს მარტივი არ არის და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ბედი ამროლაუშიც მეცადა, როგორც პატარა საცხობი ტიპის ობიექტი რომ გამეხსნა. და ნუ საკმაოდ რა თქმა უნდა იქაც გაამართლა და მშვენივრად მუშაობს წლის მანძილზეც, ანუ არასეზონურ პერიოდშიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის. და უკვე ილენე გახდა ბრენდი და რაღაცა უკვე ორი ლოკაციაზე ემსახურება და მომხმარებელს. იქაც გვაქვს მცირე სახეობის, თუმცა მცირეა, თუმცა მაინც არის ცოტა სალათები, რაღაც საოჯახო სამზარეულოს ელემენტები, ცომეულის სხვადასხვა სახეობებია უკვე და არა მხოლოდ ლობიანი და ხაჭაპური. და ყოველდღიური და ადგილობრივი ცხოვრებისთვის ახლა ძალიან კარგი იული გამოსავალი არის, მოკლედ გამოიარო იგნეში, იყიდო ცომეული, ცოტა საკვები სხვადასხვა ტიპის და სახლში ბავშვების სკოლის მოსწავლეები კი იქვე სამსახურები ძალიან ბევრი შესვენებებზე ან ძალიან აქტიურად სარგებლობენ და ნუ მოკლედ ესე გახდა ორი ილინე ასე გაჩნდა. და ყველაზე მთავარი დღეს მე ესე მგონი, არ ვიცი, მე რა ინფორმაციაც მაქვს, რაჭური ლობიანი და ილინი ასოცირდება ერთმანეთთან. ასოცირდება ერთმანეთთან, თუმცა და ვიცი ისტორიები, რომ თბილისიდან ბევრი აბარებს რაჭიდან წამომიღე ილინეს ლობი. და Facebook-ზე ხშირად წერენ ხოლმე, რომ აი ქობულეთში ვერ გამოგვიგზავნა ლობიას, ანუ მოგვინატრა თბილისში. თავიდან ხარა რაღაცა პატარა რეკლამა ავით რომ დაიდო პოსტი დაიდო Facebook-ზე და იქ რაღაცა რეკომენდაცია იქ რეცეპტორში რაღაცა მოგვთაგა როგორც საუკეთესო ლობიანის ავტორები ხალხს ეგონა რომ იყო თბილისში და მირეკავდნენ დღეში 3-4 ზარი მქონია ზედიზედ რომ მიტანის სერვისი თუ გაქვთ მე დავთანხმებული რომ მაქვს თქვენ რომ მე ამბროლაური მგონია და ნუ აი ნახალობაში მოგიტანს და აი თუ საბურთალოზე თუ მოგიტან და არა მეთქი არ ვარ მოგიტანდით სიამოვნებით მაგრამ მე რაჭაში ვარ ესეთი პასუხი მქონდა ხოლმე და არის ძალიან ბევრი კითხვა თბილისში თუ აპირებთ რომ იყოს ისინი და ჩემი პასუხი ყოველთვის არის რომ არა გამორიცხული ანუ თბილისიდან გამოვეცალე იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დამღლელი ქალაქი არის და რო გითხრათ სიმართლე ანუ არ მიყვარს ვერ შევიყარი დაბადებიდან იქ ვიყავი იქ სწავლობდი სკოლაში უნივერსიტეტში მაგრამ რა ვქნა არ შემიყვარდა ეხლა რო გითხრათ მართალი ქუთაისთან მაქვს ძალიან დიდი შეხება რაც აქეთ გადმოვედი და ბევრად უფრო მიყვარს ვიდრე თბილისი იმიტომ რომ აი ქუთაისი საცხოვრებლად უფრო კომფორტული ძალიან კარგი ქალაქია ეხლა ჩვენთვის ძალიან კარგი არის ტერიტორიულად ახლოს ვართ და ძალიან კარგად მადგება მან პროდუქტებისთვის და მოკლედ მოდივარ ქუთაისში მოდივართ ანუ
თან ვარ ძალიან ბედნიერი მაგ დროს, იმიტომ რომ თვითონ ეს ქალაქი ისე შემიყვარდა, რომ მაქვს ხოლმე ხშირი კონტაქტის საშუალება და მოკლედ თბილისისკენ საერთოდ გახედვა აღარ მინდა. აღარც განიხილვა არის ხოლმე რომ არა თბილისი რა მინდა თბილისში თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ საჭიროა მე თავს მიმართლებ რომ აი იმიტომ რომ თქვენია რომ რაჭაში აი მე არ მოვდივარ თბილისში რა რომ ერთ-ერთი მიზეზი მაინც იყოს ლობიანი. თუმცა ყოლია ესეთი მომხმარებლები რომლებიც თბილისიდან არ თბილისიდანაც და ქუთაისიდან აი საჩხერი არის ახლოს და ხშირად მარტოლობიან საჭმელად გადმოსულან და გადასულან თბილისიდან ჩამოსულან და მიურთმევეთ და წასულან ან ეს გზა იმიტომ აურჩევთ თქვა თქვენ მოსახლეებისკენ მიმავალ ხალხს რომ გზად ილინეში გამოევლოთ და უკვე თან ამ ადამიანებს ისე კარგად ვიცნობ გადასალევად რა ოჯახებით და თავის მომსავალო გეგმებით მოკლედ რავი ესე გახდა ორი ილინე უკვე ბრენდი ესე გახდა ილინე და არის მესამეც ხო არის მესამე ილინე თუმცა ის არის ჯერ ძალიან ახალი და ჯერ ესე ეხლა იწყებს ფუნქციონირებას ფაქტობრივად ჭრებალოსკენ მიმავალ გზაზე აი არ მისული ჭრებალომდე არის სამრიცხაოები და დგას პატარა ჯიხური სადაც აი ნუ გამგვლელისთვის მცირე მაღაზია ესე ვთქვათ ცხელი და ცივი სასმელები ნუ იქაც ილინეა უბრალოდ ნუ ეს სხვა პროფილით უფრო თუმცა იქაურა რაღაცა სივრცე იყო და აითვისე ხო რომ თავისუფალი სივრცე ეგ მიმართულება არ იყო და რადგან ახლა ილინე უკვე მაქვს ხა მინდა რომ სხვადასხვა მიმართულებებით განვითარდა მე თუ როდესმე მექნება სასტუმრო აუცილებლად ერქმევა სახელი ილინე და ნუ არ ვაპირებ რომ აი და მე გავაკეთო და არ ერქვა ილინე ნუ მაქსიმალურად რასაც მოუხდება ახლა მე გაფართავდა წესის ილინე პირველი თავარი ილინე და აი როგორ ვიცი რომ რაღაცა ევრო კავშირის რაღაც პროექტი დაფინანსებით მიიღეს აგრონტო კონკურსში მონაწილეობა და აი ეს ამბავიც რომ მოგვიყვა ხო წესი და იცვალა ფერი და ესეთი გახდა ეხლა წესის ილინე 25 ის რაც უნდა ყოფილიყო რაც იყო ჩანაფიქრში თავიდან ну ჯერ ხო თავიდან ერთი პატარა შენობა მქონდა მე მივხვდი რომ ეს ძალიან პატარა იყო და შედარებით აი ნუ ახლოსვე რა 90 სანტიმეტრს დაშორებით ავაშენე მეორე შენობა იმიტომ რომ ხა მაშინ არ იყო საშუალება რომ ორი ეს ერთი თლიანი დიდი შენობა ავაშენებინა ამიტომ ეს მეორე ცალკე ავაშენე და გადამწყვიტე რომ იქ მეთქი სხვა რამეს გავაკეთებ აი თქვა მარკეტინგი მინდოდა ერთი პერიოდი რაღაც მაგრამ მე გადავიფიქრე და ნუ მე უკვე ვიფიქრე რომ აი ეს ორი შენობა უნდა გაერთიანებული ყოფილიყო რომ ვერც მეორეს ზომამ ვერ დამაკმაყოფილა რა სათანადოდ იმიტომ რომ მეორეც აღმოჩნდა უფრო და რა თქმა უნდა ყოველ წელს იმატებს ხო ტურისტის რაოდენობა და მეორე წელს უკვე როცა ეს მეორე შენობაც გავხსენი არც ის აღმოჩნდა საკმარისი ну უფრო მეტად დააკმაყოფილა ვიდრე პირველმა მაგრამ ну მაინც ბოლომდე ვერ ამოწურა სეზონზე რა და ამიტომ ისევ დავწყვიტე რომ იქნებ ეს ორი შენობა გამეერთიანებინათ ვერანდებიც გამეერთიანებინა ეს სურვილი გამიჩნდა კარგახანს სურვილად მქონდა მხოლოდ იმიტომ რომ საკმაოდ დიდ ფინანსებს მოითხოვდა რა თქმა უნდა და გარდა იმისა რომ უნდა გადაგეკეთებინა შენობები და სამშენებლო პროცედურები ჩაგეტარებინა იყო კიდევ უამრავი ინვენტარი საჭიროება და ფინანსური საჭიროება ხო რა გაფართოვდა ეხლა და ისევ მხოლოდ ლობიანი და ხაჭაპური გქონდეს ну საერთო ჯამში დიდ ფინანსებს ითხოვდა და ну ეხლა რაღაც ვარიანტი რომ გაჩნდა ეს უცებ რაღაც საგრანტო პროექტი იწყებოდა თუმცა მანამდეც რაღაცებში მომიგა მონაწილეობდა არის რაღაც არ მიმართლებდა არ ვიცი ან შეიძლება ჩემში იყო პრობლემა მე ვერ ვწერდი სწორად ამ პროექტებში ხო და ну მივიღე ამ კონკრეტულ პროექტში მონაწილეობა ეს არის მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე ემპარდოთხის პროექტი არის რომელიც თავიდან როცა ვწერდი, ეხლა ვხვდები რომ არ მქონდა დიდად იმედი. იმიტომ რომ იმდენი შეცდომა მაქვს წერის პროცესში სტუდენტს დაშვებული, მაგრამ ნუ საერთოდ გამოცდილება არ მქონდა ამ კუთხით არანაირი და ეხლა კი მივხვდი რაღაც ჩემს შეცდომებს, მაგრამ თავარი აქ ის არის რომ ამ პროექტში გავედი ბოლომდე, პირველად ჩემს ცხოვრებაში რაღაც მოვიგე და საკმაოდ სოლიდური თანხის დაფინანსება მივიღე. რამაც ალბათ მინიმუმ 4 წლით. წამწია წინ თუ ჩავთვლით რომ ამ 4 წელიწადში მე ამის თანხას შევაგროვებდი და შეიძლება და ვერ შემეგროვებინა ან არც დამეწყო ამის კეთება და ფაქტი იყო რომ ხო ორი შეიძლება იქ გაგვერდიგორდ ვერ ვაერთიანებდი ვერც ვერანდებს ვასრულებდი იმიტომ რომ იქაც რაღაცა დაწყებული პროცესი მქონდა შეჩერებული ну ვაი ბოლომდე მოკლედ ჩემი სახსრებით ვერ მივყავდა იმიტომ რომ უამრავი საჭიროება დგას და კი მუშაობ ძალიან კარგად მაგრამ ну მაინც
მხოლოდ საბანკო ვალდებულებებით კიდევ ძნელია რა, ის ვალდებულებები მე წლის მანძილზეც არასეზონურ პერიოდშიც გიწევს და მოკლედ რა, ეს იყო ჩემი ერთადერთი შანსი, რომ მომეგო მსგავსი პროექტი და მე ამ პროექტით განმეხორციელებინა ესეთი რაღაც რა, მასშტაბური გეგმა. ჩემი მასშტაბური გეგმა. მოხდა ეს მოვიგე და ვიწყე უკვე ის ახალი ლინია არის გაერთიანებულ პირობებში. და ეხლა რას ვთავაზობს ახალი ილინე? ახალი ილინე ვთავაზობთ, შემოგთავაზებთ ძალიან მალე, კერძების ძალიან დიდ მრავალსახეობას, უბრალოდ მინდა რომ იყოს როგორც საოჯახო სამზარეულოს ტიპის ობიექტი, ასევე ვერანდაზე გვექნება რაჭული კერძების მემინო ცალკე დამოუკიდებლად, იმიტომ რომ აი რაღაც მრავალფეროვანი იყოს ამ კუთხითაც რა, იყოს სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანისთვის რაღაცები უფრო არჩევანი იყოს მეტი. თქვათ როგორც ნებისმიერ საოჯახო სამზარეულოში შეგრძადებით და ხდებათ კერძები, ცივი და ცხელი კერძები, წვნიანები, ანუ ამის საშუალება იქნება ილინეში, გვექნება ჩვენი პურების მრავალსახეობა, მათ შორის დავინახეთ თონის პური, იმიტომ რომ თონე ახლა რაჭველები და თონის ცხობა ახლა ჩვენთვის ახლა ერთ-ერთი ტრადიცია და ძლიერი მხარეა. ხო და ანუ ასევე იქნება შეკვეთით კერძებიც რა, რაც აუცილებელიც არის. ნუ დაახლოებით ალბათ 5 სახეობის, მაგრამ აი ესეთი რაჭული, მაღალი ხარისხის, ძალიან გემრიელი კერძები, რომელსაც შევთავაზებთ უკვე ვერანდაზე მსხვილი ადამიანებს მსხვილი ვიღაც საოჯახო სამზარეულოთი ისარგებლებს, ვიღაც მხოლოდ პურს შეიძებს, ვიღაცა დაჯდება ვერანდაზე და და მე მითხარი კამერის მიღმა რომ ზედა თონე მოემსახურება მასტერკლასებს და ეს ყველას ვერანდაზეც თონეს ესეც ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო რომ ანუ მე მქონია გამოცდილება რომ მყავდა ტურისტული ჯგუფები მოდიოდნენ ჩემამდე მარშრუტკებით ავტობუსებში უამრავი ხალხი კი შემოდიოდნენ და კი მიკვეთავდნენ ამ ლობიანებს და ხაჭაპურებს მაგრამ არ მქონდა სივრცე სადაც შევთავაზებდი დასხდომას კომფორტულად რომ მიერთვათ ეს ჩვენი ლობიანები და ყოველთვის ხდებოდა ხოლმე აი ქაოსი რა ანუ და ან მიწევდა ხოლმე რომ უარით გამესტუმრებინა რომ არა მე არ მაქვს ესეთი სივრცე შესაბამისად მხოლოდ გამოცხობა არ იყო იმათთვის საინტერესო მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანს კარგავდი იმის გამო რომ არ მქონდა მსგავსი სივრცე ეხლა უკვე ჩემი ვერანდა დაიპევს საკმაოდ ბევრი ადამიანს ეხლა პირველი უკვე ჯავშანი მაქვს რომ პირველ ტურისტულ ჯგუფს უნდა უმასპინძლო ძალიან მალე და მათ შევთავაზე რომ საჩუქრად რადგან პირველად მოდიოდნენ ჩემთან ჩემთვისაც პირველი იქნებოდა ესეთი გამოცდილება შევთავაზე რომ საჩუქრად გავუკეთებდით თონის მასტერკლასებს ნელ-ნელა ეტაპობრივად დავამატებთ შემდეგ ღვინის დეგუსტაცია იქნება სხვადასხვა ისეთი ღონისძიებები იქნება, კიდევ ძალიან მალე გვექნება სხვადასხვა რაჭული, აი ტურისტი რომ ჩამოვა რაჭაში, რაიმე რაჭასთან ასოცირებული რომ წაიღოს სუვენირების დაფა მექნება, სადაც ერთი ძალიან კარგი ადამიანის და ძალიან ნიჭიერი მხატვრის გიორგი ალავიძის შემოქმედება იქნება წარმოდგენილი, ეხლა რაღაც სახეობები გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე მაქვს. და შეძლებს უკვე ტურისტი რომ რაჭიდან რომ წავა ძალიან ყმაყოფილი და ბედნიერი წაიღოს სუვენირი რომელსაც რომელიც გაახსენებს ხო რაჭას ძალიან ანუ ამასობაში გამოვიდა რომ ილინე რომელიც მხოლოდ თავიდან ხაჭაპურთან ლობიენთან ასოცირდებოდა დღეს მრავალფუნქციური ადგილია აქ ადამიანებს შეეძლებათ რომ იყვებონ გემრიელად ვინც არ იცის და ვისთვის რაჭა უცხოა შეისწავლოს კერძები როგორ მზადდება და რაღაცა სამახსოვრო იდეებით და მოგონებებით გაიყოლოს ტურისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ კარგად შეიცნოს კუთხე სადაც მინის და ეს შეიძლება გააკეთოს სხვადასხვა ადგილებში მაგრამ მე მინდა რომ აი ამ რაღაცებს შეძლების დაგვარად ერთ სივრცეში მოვუყარო თავი და აი ძალიან ბევრი იდეა მაქვს ძალიან ბევრი გეგმა მაქვს რაც ეტაპობრივად მე განვახორციელებ და უფრო რო საინტერესო მარტო ჭამა რო არ იყოს რა იყოს ილინეში ჭამა იყოს ძალიან თან სასიამოვნო საინტერესო სახალისო ამ ძალიან ბევრი ამასთან ასოცირდებოდეს ილინეში სტუმრობა რა იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაც ესე მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ რაღაცას ვაკეთებდეს და ასე ვისტუმრებდეთ მხოლოდ ადამიანს რა დავამახსოვროთ თავი რომ რაჭა დაამახსოვრდეთ კარგად მარტო ილინი არა ჯერ პირველ რიგში რაჭაში დაბრუნების სურვილი და შემდეგ უკვე ჩვენი კონკრეტულად ჩვენი ობიექტი რომ აქ სულველი კონდეთ რომ კიდევ დაბრუნდნენ რა და ასე რომ რა ვიცი ნახოთ ნელ-ნელა განვახორციელებთ
და ამასობაში ისე განვითარდა ილინე, რომ უკვე სხვა ფესტივალებზე იღებს მონაწილეობას, ხო? მე ნახე ახლა გემოფესტზე საკმაოდ საინტერესოდ წარსდეგით. კი, გემოფესტი არ იყო ჩვენთვის პირველი. დავიწყეთ იქიდან, რომ სხვადასხვა ფესტივალებში მანამდეც მიგვიღია მონაწილეობა. ძალიან საინტერესო ზოგადად ფესტივალი რა, ეს არის ადგილი, სადაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი გიცნობს და ზოგი იმიტომ მოდის, რომ უკვე გიცნობს, ზოგის პირველი გამოცდილება არის და შემდეგ გეძებს უკვე შემდეგ ფესტივალზე რომ რაღაც მოეწონება, შენ უკვე ცდილობს რომ გიპოვოს, იქ მე საკუთარი ხო, იქ ცოტა რაღაცა მრავალფეროვანი პროდუქტის და რეკლამირებას ახდენ, უფრო რაღაცა ისეთ დიდ სივრცეში, კარგ გარემოში, მოკლედ ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის რა და საჭირო რეგიონისთვის და ამ რეგიონში მე არსებული ბიზნესისთვის, იმისთვის ამის ყველასთვის რა. რაც შეეხება კონკრეტულად გემოფესტს, პირველი გემოფესტი ჩატარდა 3 წლის წინ. ეგ იყო პირველი გემოფესტი საერთოდ. ზოგადად პირველი გემოფესტი იყო და ვაიმე აი სასწაული იყო, ძალიან კარგი იყო. წინა პერიოდით, მოსამზადებელი პერიოდით ძალიან კარგი იყო, უბრალოდ ერთი პრობლემა არის ყოველთვის მეორე გემოფესტია, რომ სულ ისეთ დროს ტარდება, რომ მე ვარ სასწაულად დატვირთული და ხანდახან ვერ ვახერხებ სეზონის პიკში. სეზონის პიკია მართლა 28 ხმარიამობას 27 არის სასწაული დატვირთვა, მე 29, 30 უკვე გემოფესტი და ну აი ძალიან რთულია ფიზიკურად რო გავუმკლავდე ამდენ შრომას იმ მოკლე პერიოდში და ერთადერთი ეგ არის ხოლმე რომ აი იმ სიამონებას ისე ვერ იღებ რა, თუნდაც მოსამზადებელი შეფებთან ურთიერთობას ოჩქარაჩქარა ვთქვი რომ რაღაცები გააკეთოთ და აი პირველი გემოფესტი იყო, აი ძალიან მაგარი გემოფესტი, ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო და ну ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მართლა ჯერ უამრავი ადამიანი გავიცანი, შეფები გავიცანი, ხო, მათი შეფასებები მივიღე, ანუ კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ უბრალოდ კი არ მოსწონთ, ანუ უბრალოდ ბევრ ადამიანს კი არ მოსწონს, რომ ანუ მართლა რაღაცა პროფესიონალურ დონეზეც არ როგორც აფასებენ შეფასებენ ხო უკვე ხვდები რომ ხო ესე იგი მართლა რაღაც გამოგდის რა და ეს თვითშეფასებას რა თქმა უნდა გიმაღლებს და კიდევ ვცდილობ რომ კიდე მეტი რაღაც გააკეთო. ფინანსურის გარდა ხო აი გემოფესტს ეგ ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა და პირველ რიგში ეგ იყო რა, მთავარი დატვირთვა გემოფესტის ჩემთვის. შემდეგ ეხა წელს ჩატარდა უკვე გემოფესტი, აქაც იმხელა იმ რაოდენობით ვერ ჩავერთე და იმ დოზით უფრო სწორად როგორც საჭირო იყო და როგორც წინა გემოფესტეც მე ისევ გადატვირთული ვიყავი ძალიან და ну ეხლა კიდევ სხვა რაღაც დატვირთვების დამემატა და ამიტომ უფრო ნაკლებად ჩართული ვიყავი, მაგრამ თვითონ ფესტივალზე ვიყავი წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ისე მოლოდის გადააჭარბა. ჩემთვის მე გატანილი მქონდა ისევ ჩემი ცნობილი ჯონჯოლიანი ლობიანი, რომელიც პირველ გემოფესტზე შეიქმნა. ზოგადად მე ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაცა მარტივად რაღაცები მარტივად გავაკეთო. ხო, მაგრამ სიმარტივეშია სიმარტივეში ხო გამოდის კარგი რაღაცები, მაგრამ უფრო მარტივ გზებს ვეძებ ყოველთვის რა, რაღაცა პრობლემების გადაჭრის თუნდაც რაღაცის გაკეთება, სულ ვცდილობ რაღაც მარტივად და ესე მარტივად გამაქვს ხოლმე ეს ჩემი ჯონჯოლიანი ესე მარტივად გაკეთებული. ძალიან მარტივად უპოულობენ თან რა და ეძებენ და სად არის ჯონჯოლიანი ლობიანი და რაღაც და სხვათა შორის კითხვები მქონდა მესენჯერში ილინეს გვერდზე რომ თუ ვიქნებოდით გემოფესტზე ჯონჯოლიანი ლობიანით რომ ჩამოსულიყვნენ და ძალიან ну ეს ძალიან სასიამოვნოა ხო არც არ უნდა იყოს ესეთი ბიჭეთი ამაყად რომ მეთქი ესე იგი კიდევ ახსოვთ ჩემი ჯონჯოლიანი ლობიანი და ჩამოვლენ ფესტივალზე იმიტომ რომ მიერთვან ჯონჯოლიანი ლობიანი ну არა მარტო მაგრამ ну ერთ-ერთი მიზეზით ძალიან მაგარი იყო ფესტივალი ისევ მოთხოვნა უფრო მეტი იყო ვიდრე მიწოდება, იმიტომ რომ მოლოდის გადააჭარბა ადამიანებს რაოდენობა, რომელიც განსაკუთრებით პირველ დღეს იყო წარმოდგენილი და როგორც წინა გემოფესტზე, ახლაც დავრჩი 2 საათში ლობიანის და ჯონჯოლის გარეშე. ისევ ვერ დავეციე რაოდენობას და თან ეხლა უკვე 2 საცხობი მიცხობდა რა ჩემი, ხან წესიდან მოდიოდა ლობიანი, ხან ამბროლაურიდან მოდიოდა ლობიანი, მაგრამ ეს ჩემი საფირმო ჯონჯოლი ხო ესე მარტივად ვერ გამზადდება, ანუ წინასწარ უნდა გქონდეს რაღაცა გამზადებული რაც მარაგები და ეს ისე ამოიწურა ეს ლობიანი და ჯონჯოლი რომ ფაქტიურად ნახევარი რა, აი 5 საათზე დაიწყო ფესტივალი და სადღაც 8 საათისთვის მე არაფერი აღარ გამაჩნდა და ეს შერცხვენილი სახით ვიდექი ჩემს ჯიხურში. და ძალიან ვიბოდი შემერე რომ აი რა ვქნათ ხო არ ველოდი, მე მართლა არ ველოდი რა, ვიცოდი რომ დაახლოებით 400-მდე 400 პორცია მინიმუმ უნდა მქონოდა, მე როგორც მარტივად გზების მძებნელი ადამიანი 400-ზე მეცე აღარ მიფიქრია, რაც 400-ზე რა უნდა იყოს თქო ვიფიქრე და ორჯერ 400-იან, სამჯერ 400 რომ მქონოდა
თავისუფლად დაიშვეს. მე როგორც ვიცი, გემოფესტი ყოველწლიურად აი ძალიან კარგი იქნება ყოველწლიურად თუ იქნება თვითონ ხელმძღვანელებსაც სულ ეუბნები ხოლმე, მაგრამ ერთი არის რომ სხვა სეზონზე უნდა ალბათ ჩატარდეს რა აგვისტოში, რაჭაში არის უზღვავი რაოდენობის ხალხი და ყველაფერი გადატვირთულია და ასე შემდეგ. ამ დროს კიდევ უფრო მეტი ემატება რა, როცა უკვე გემოფესტი და ეს მაჩვენებელი როგორ იზრდება, ეს დიდი რაოდენობა კიდევ უფრო დიდი ხდება. არის იმის ნიშანი, რომ როცა არ უნდა ჩატარდეს გემოფესტი რაჭაში, ამისთვის აქ ადამიანები ჩამოვნენ. სხვა სეზონზე ნებისმიერ დროს, თუნდაც ზამთარში როცა ძალიან გვიჭირს რა, ძალიან ცოტანი რაღაცა ყველა ბიზნესს ეხება ეს რა, სასტუმროებს, კვების ობიექტებს, ყველას ეხება რა, რომ ხალხის ნაკლებობა რა, ტურისტის ნაკლებობა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს 4 სეზონი, ჩვენ გვაქვს მხოლოდ აგვისტო. ჩვენ რომ მქონდეს ხა სათხილამურო ტრასა, ასე ისე მე რა თქმა უნდა რაღა გვიჭირს ახლა მე როცა გინდა მაშინ ჩაატარე ეს ფესტივალი, მაგრამ აი შემოდგომაზე ხარ თველის პერიოდი არის და რაღაცა აქტივობა არის. რაღაცა მე საახალწლო აქტივობა არის, აი ახალი წლიდან მე უკვე აი აღდგომამდე არის ძალიან მკვდარი პერიოდი, რომელსაც სჭირდება ცოტა გამოხალისება და გამოცოცხლება და კარგი იქნება მართლა ორგანიზატორებს იმეს სხვა მსურველებს რომ რაჭაში თუ უნდა გემოფესტი არ იქნება, თქვა სხვა ფესტივალი იყოს, რა ზამთრის გაზაფხულის ფესტივალი იყოს, რაღაც სხვა ერქვას, რომ რაც ადამიანებს რაჭაში ჩამოიყვანს და იმ სეზონის რაჭასაც აჩვენებს რა და არა მარტო ზაფხულობით. იმ ბატონო, ნამდვილად. ნინო, არ შემიძლია არ შეგეკითხო ამ კედელზე აქ რაღაცა უცნაური, ჩემთვის კი არ არის ხა უცხო, მაგრამ მაყურებლისთვის უცხო სიტყვებს წაწყდება და აი რო გითხრა ეს კედელი რას ნიშნავს და 1-2 სიტყვაც რომ განგვიმარტო ლექსიკონიდან. ესე იგი ეს რაჭული სიტყვების კედელი არის, ესე ჩვეულებრივი სიტყვების სინონიმები არის, რომელიცაც ყოველდღიურად ვიყენებთ, უბრალოდ რაჭული ინტერპრეტაციით. მე პირადად აქედან ყველაზე ხშირად ვიყენებ ბეჩას, ნაკლეს, ვანეტაიშენს, ბოშოსაც ვიყენებ კი. ქვეშენიჭირიმესაც ასე თუ ისე. ეხა თონეს რო აფუნქციონირებთ ხშირად გაისმება და იქეთ წერია შენ ხო არ გასუნელდი, აი გაზა და სუნელი, ანუ ეს არის რასაც ფაქტიურად ყოველდღიურად სარგებლო ვიყენება რაჭვენები. თან ძალიან ამაყად ვიყენებ ამ სიტყვებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის რაჭასთან ასოცირებული სიტყვები და მართლა მარტო რაჭულია რა და შესაბამისად ძალიან მიყვარს როცა ვიყენებ, რომ აქ რა თქმა უნდა ყველა მისის ამის მნიშვნელობა და არავის უკის, მაგრამ ამ თბილისში რო ჩავალხომა, იქ უნდა ნახოთ როგორ ვიყენებ და კაცი შვილი ვერ ხვდება რას ველაპარაკები და ეგ რას ნიშნავს და აი ხო ხა როგორია ახლა ესე უცებ ავხსნი ხოლმე რაღაცას. ეხლა რა იყო იდეა, რომ მე ახლა აქ როცა ადამიანები მოდიან, ძირითადად აქვთ წინასწარ შეკვეთილი და იციან, რომ თქვა პირველ საათზე რომ მოვლენ, მათი ლობიანი ხაჭაპური იქნება გამზადებული, აიღებენ, წაიღებენ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც უწევთ მოლოდინი, თუნდაც არ არის ადგილი, თქვათ, რამდენიმე შეკვეთის განმავლობაში და უწევთ ცოტა დიდი დროის ჩემთან გატარება. ეხლა ყოველთვის კომუნიკაციაში შევდივარ, საუბრობთ იქ, რაღაცას განვიხილავთ, აზრებს ვცვლით, ამბებს ვცვლით და მაგრამ აინც რაღაცა არის ხოლმე დამატებით კიდევ საჭირო, რაც ცოტა იქნებოდა სახალისო, მოკლედ ფიქრობდი რა გავაკეთო, თან ეს ჩემი შავი კედლების ფონი, ბევრი საშუალებას მაძლევდა რა და მოვიფიქრე ეს რომ რაჭული სიტყვების კედელი გამეკეთებინა. აქ კიდევ ბევრი სიტყვები აკლია და იგეგმება ჩამატებაც. ასე არ დარჩება და მაქვს იქ დაფთარი. ხო, სადაც ახლა ჩემი სტუმრები აქ იმდენად ჩართულები არიან ამ ამბავში, რომ ერთ მოსვლაზე ხო წაიკითხავენ და არის განხილვა და მიდის ამბავი. მეორე მოსვლაზე მოაქვთ სიტყვები, იფიქრე, ჩასამატებლად. აი რა არ გიწერია. აი გასართობის საშუალება ძალიან კარგი გასართობის საშუალება აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდი, მაგრამ ანუ ეს საიდანაც მოვიფიქრე, ხო? ანუ აქამდე მქონდა სულ სხვა იდეა და ის რომ ვერ განვახორციელე ჯერჯერობით, ოღონდ იმასაც განვახორციელებ და მე რო განვახორციელებ, მე გეტყვით. აი, ხო, უნდა მეკითხა, მაგრამ ხო, აღარ შეგეკითხა. ოღონდ ეს არის უამრავი წლის რა, ალბათ ილინემდეც კი მინდოდა ეს რაღაც. ხო და ანუ იმას რომ გავაკეთებ, მე უკვე ძალიან ადვილი მისახვედრი იქნება რა იყო ამისი წინაპირობა, ხო.
ხო, ეს უფრო მასშტაბი. მოდიან ადამიანები სურათებსაც იღებენ, თვითონ ამას ხო უღებენ, თვითონაც დგებიან და ისე იღებენ. რაღაცა უკვე სავიზიტო თან იცი რა იყო, სულ ვიცახდი რომ აი ესეთი კედელი მინდა გავაკეთო, სადაც ადამიანები ფოტოს გადაიღებენ, მე სხვა ადამიანები იკითხავენ რომ ეს ფოტო სად გადაღებული, ხო? ანუ მარკეტინგული გათვლაც ყოფილა. თუმცა არანაირი გამოცდილება მე და ცოდნა განათლება მაგ სფეროში არ გამაჩნია, გარდა იმისა, რასაც მე თვითონ ჩემს საქმეში რაღაცებს რომ ვსწავლობ რა. და ძალიან საინტერესოა ეგ პროცესი რა, თვითონ აი ეს აღმოჩენის, სწავლის, კეთების შექმნის. ანუ ილინი არ არის ჩემთვის მარტო უბრალოდ კვების ობიექტი რა, არის გაცილებით შემოსავლის წყარო, აი საერთოდ არა რა, ანუ ჯერ ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ხარისხი, ადამიანების დამოკიდებულება, მერე უკვე მერე არის შემოსავალი. როცა ადამიანთან კონტაქტობ, როცა ჩემს პროდუქციას შეიძენენ, ხო? მე არ მაინტერესებს ის იმდენად რამდენი ის იყო, როგორ რამდენი მომცა ახლა აი ამ შეკვეთამ, აი სულ რაღაცა ისე გულის მითი ფანცქვალით ველოდები ხოლმე უკუკავშირს რა ამ დროს და აი აღარ აქვს მაგ დროს არანაირ თანხას მნიშვნელობა, როცა გიბრუნდება პასუხი, რომ ვაიმე და აი რა კარგია და როგორ მოგვეწონა და აი ну ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ალბათ ეგ არის წარმატების გასაწევი ჩემთვის და ესე იყო პირველივე დღიდან, ესე არის 4 წლის განმავლობაში ყველა ადამიანი ალბათ მახსოვს სახეზე, ვინც ესეთი უკუკავშირით მოვიდა ჩემამდე, ან დამირეკა ყოფილა შემთხვევა, რომ წაუღიათ შეკვეთა და ზარი შემოსულა. ფიქრობდი, ვაიმე, მეთქი რატომ მირეკავს ეს, რამე ხوار დავაკელი, რამე ხوار შემეშალა ხوار და არასწორად ხوار დაუბრუნე, რა მოხდა და აი რომ პასუხობ, რომ აი რო გეშინია და აი რო გეუბნებიან, რომ იმიტომ გირეკავ, რომ აი მადლობა უნდა გადაგიხადრო, ანუ ამას არ ველოდი. ერთი იყო ესეთ შემთხვევა, რომ ახალგაზრდებმა წაიღეს ლობიანი და კარგა ხნის მერე მირეკავენ. ახ, მეთქი შენს ნინოს ახლა რა ხდება და თურმე არიან საჩხერეში, ეს ლობიანი ცოტა გვიან გასინჯეს. და მეკითხებიან არავინ მოდის ახლა მაქედან რომ კიდე გამოატანოს ლობიანი ჩაგირიცხავთ რასაც გვეტყვით იმას ჩაგ ვაიმე ამოვისუნთქებ ხოლმე ერთს კარგას და მე მეუბნებ რომ აქ არიყავ ის გაგესინჯათ და ხო გითხარით რომ მაგარია და ხო არ დამიჯერეთ და ანუ ეგეთი უკავშირები არის ყოველთვის ყველაზე ფასეული ვიდრე ნებისმიერი სხვა თანხა და ასე შემდეგ რა. არ შემიძლია გითხრა გარდა იმისა რომ უდიდეს წარმატებას გისურვებ. ეს ჩვენი პროექტი ემსახურება სხვადასხვა მიმართულებების პოპულარიზაციას და ერთ-ერთი იყო რაჭაში დაბრუნებული ადამიანებისთვის საზოგადოებისთვის გაცნობა. ნია კერესელიძეს არ ჭირდება ეხლა უკვე იმ ეტაპზეა რომ საზოგადოებისთვის გაცნობა უკვე აღარ არის მისთვის საჭირო პოპულარობაში ხელი შეწყობა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ შენერი ადამიანები არიან მაგალითი სხვა ადამიანების ვისთვისაც აი თუნდაც აი შენი ისტორიის მოყოლით როგორ პატარა ობიექტი სადაც ხოლო თავიდან ხაჭაპურთან და ლობიანთან ასოცირდება და ისიც აი დიდი მოლოდინებით რო არ გააკეთა ადამიანმა ესეთი შიშველი ხელებით და ძალიან მწირი ცოდნით დღესდღეობით არის ესეთი მრავალფუნქციური ადგილი და არა ერთი და სხვაგანაც ანუ ამბროლაურში ჭრებალოში შეგიძლიათ უკვე ამ სერვისის მიღება და აი ეს არის მაგალითი სხვა ადამიანებისთვის როცა შეიძლება დაფიქრდნენ რომ შეიძლება დაბრუნდეს შენს კურთხეში გააცოცხლო შენი დიდი ხნის დაკეტილი სახლი და იქ რაღაცა ისეთი საქმიანობა წამოიწყო რომ თავიც ერჩინა სხვა ადამიანებსაც რაღაცა სერვისი შესთავაზო გამოადგე კი ბატონო რეგიონს და მოკლედ აი უდიდეს წარმატებას გისურვებ და ვისურვებით ბევრ შენაირ დაბრუნებულ რაჭველს ჩვენს რეგიონში. მადლობა იმისთვის რომ ინტერესდებით მსგავსი გადაცემებს წერთ, იმიტომ რომ მართლა შეიძლება ვიღაცისთვის სტიმული აღმოჩნდეს შემდგომ. მეც მიყურებია სხვადასხვა გადაცემები სხვადასხვა რეგიონებიდან და აი მას ეს ჩემი სურვილი კიდევ უფრო გამოღვივებია და კარგია თუ ვინმეში რაიმე სურვილს გავაღვიძებთ ან შეიძლება სურვილი არსებობს, მაგრამ უფრო დავარწმუნებთ, რომ არ არის რა რაჭაში არსებობა და ყოფნა რთული და რაჭა არის შეუძლებელი არაფერი არ არის უდიდესი რესურსი, უდიდესი პოტენციალი, ამისთვის რომ ეს პოტენციალიც ყველაფერი გამოვამჟღავნოთ და ავითვისოთ და გავხდეთ უფრო საინტერესო, უფრო მეტი ახალგაზრდა გჭირდება, უფრო მეტი ადამიანი, უფრო მეტი იდეები, კრეატივი, მოკლედ ან გჭირდებიან ადამიანები, ვინც ჩამოვიდნენ აქ და იცხოვრებენ. ნამდვილად თუ ხალხი რაჭაში ბევრი ილინეს ნაირი და განსხვავებული ობიექტი დაემატება ჩვენს კუთხეს.